ღამე იყო. ზღვის პირზე ნისლი იდგა. მარიამი, ლაშა და ნიკო ისევ წყალქვეშა ქალაქში დაბრუნდნენ, მაგრამ ამჯერად რაღაც შეიცვალა. ქალაქის ცენტრში, დიდი აკვარიუმის დარბაზში, ძველი მანქანა ელოდა. ეს რა არის? რკინის მილი? ჰიდრავლიკური ლაბირინთი? ეს ზიარჭურჭელია, ოღონდ უცნაური ფორმით. რაღაც მაგიურ ტრიუკს გავს. ორი ჭიქა, ერთი მილით შეერთებული და წყალი ერთ დონეზეა. როგორ? ბავშვებმა წყალი ერთ-ერთ ჭიქაში დაასხეს და გაოცდნენ. მეორე ჭიქაშიც წყალი ზუსტად იმავე სიმაღლეზე დადგა. როცა ჭურჭელი ერთმანეთთანაა დაკავშირებული, სითხე ყოველთვის ცდილობს ერთ დონეზე იყოს. წნევა დაბალ ნაწილში უფრო დიდია და იქიდან წყალი მიედინება იქამდე, სანამ ბალანსი არ დამყარდება, თქვა მარიამმა. ანუ სითხეს თავისი საკუთარი წონასწორობის მოპოვება უნდა, როგორც ადამიანს სიმართლე უნდა, ხომ? და ამიტომ არის წყალსაცავებში მილები, რომ წყალი ყველა ნაწილში თანაბრად განაწილდეს. უცებ განათება ჩაქრა. მანქანის ძრავა ამუშავდა. წყალი ერთ ჭიქაში სწრაფად დაეშვა, მეორეში კი ამოიწია. ქალაქის მუზეუმის კარი გაიღო. ეს წნევის მექანიზმია, მხოლოდ ზიარჭურჭელი არ არის, ეს კარების გასაღებია, გამოიძახა მარიამმა. ანუ ვინც ფიზიკას გაიგებს, ის შეძლებს კარის გაღებას, თქვა ლაშა. და ვინც გააღებს, ის გაიგებს, როგორ მოძრაობს წყალი სამყაროს ჭურჭელში, დასძინა თაზო. წყალქვეშა ქალაქის ახალი ნაწილი გაიხსნა, მაგრამ დრო ცოტა იყო. წყლის დონე ისევ მატულობდა. საინტერესო იყო, რა იმალებოდა შემდეგ ოთახში, მაგრამ უკვე უკან დაბრუნების დრო იყო და ბავშვები ბიბლიოთეკის დარბაზში აღმოჩნდნენ. მარიამმა თვალი შეავლო დარბაზის თავზე გადაჭიმულ რუკას. ზღვები და ოკეანეები ერთმანეთთან სრუტეებით იყვნენ დაკავშირებული. არაფერი შემთხვევით არ ხდება. ხომ ხედავთ, მთელი პლანეტა ერთ უზარმაზარ ზიარჭურჭელს გავს. ლაშა დაეთანხმა. ამიტომ არის ზღვის დონე ყველგან თითქმის ერთნაირი. თუ სადმე წყლის დონე აიწევს, ის გაივლის სრუტეს და დაბალ მხარეს გადმოიბრება, სანამ ბალანსი არ დამყარდება. და თუ წყალი ერთნაირი არ არის, ჩუმად თქვა თაზო. მაშინ ზედაპირებით სხვადასხვა სიმაღლეზე დგება. მარილიანი და მტკნარი წყალი ერთმანეთს არ ერევა მაშინ, როგორც სიმართლე და სიცოცხლე. დრო სჭირდებათ ერთმანეთში გადასასვლელად. ეს კი კითხვებია მოსწავლეებისთვის. პირველი, რატომ დგება წყალი ზიარჭურჭელში ერთ დონეზე? მეორე, სად იყენებენ ზიარჭურჭლის პრინციპს რეალურ ცხოვრებაში? მესამე, რატომ გავს ოკეანეები ზიარჭურჭელს? რა გავლენას ახდენს სითხეების სიმკვრივეები მათი თავისუფალი ზედაპირების დონეებზე ზიარჭურჭელში? პასუხები კომენტარებში ატვირთეთ, ყველა მათგანს უპასუხებთ. აგრეთვე შეაფასეთ ვიდეო, როგორ მოგწონთ ასეთი სტილი, იქნებ უკეთესი იდეა შემოგთავაზეთ. წარმატებებს გისურვებთ.